გუსამძიმრებ არა მარტო ოჯახს, აჭარას, არამედ სრულიად საქართველოს. მე ვიყავი დღეს ტრაგედიის ადგილასაც მიუსამძიმრე ოჯახებს და ეს ბავშვები იყვნენ ზუსტად თითქმის იმ ასაკის, რომელი ასაკისაც იყვნენ მათი მშობლები, მამები, როცა ჩვენ დავიწყეთ ოცნების ქალაქში ცხოვრები მოსახლეობის ოცნებების ასრულებისთვის ბრძოლა. გეთახმებით იმაში, რომ მე თითოეულ იქ მცხოვრებ ოჯახს ვიცნობ ძალიან კარგად, პატარადან დაწყებული, დიდით დამთავრებული. ეს არ არის პირველი ტრაგედია, რომელიც აქ მოხდა. ზუსტად ამ დასახლებაში შიმშილის გამო დაიღუპა ბავშვი, იყო ეს წლების განმავლობაში უბრალოდ ამას ნაკლები ყურადღება მიექცა მაშინ და ჩვენ ბრძოლობდით იმისათვის, რომ ამ ბავშვების მდგომარეობა გამოსწორებული იყო, რომ აჭარლებს ასეთ პირობებში არ ეცხოვრათ და ფაქტიურად ხალხის ამ ერთიანობამ და მედიის მხარდაჭერამ 4 პრემიერ-მინისტრი ჩამეიყვანა ოცნების დასახლებაში. 4 პრემიერ-მინისტრი. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. მე ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა ბუნებრივია ცოტა მიმძიმს გამოვხატოთ ჩემი ემოციები და ის ნებათა ღელვა, მაგრამ ჩვენ ეხლა იმ ბავშვებს ვერაფერს ვერ უშველით, მაგრამ იცით თუ არა, რომ ხვალ ზეგ შეიძლება კიდე დატრიალდეს ტრაგედია. რატომ? იმიტომ რომ არა მარტო ოცნების ქალაქი, მთელი ქალაქია ესე სავსე ამ ორმოებით. დღეს ძველ ბათუმში ერთ-ერთ ადგილას სასწრაფო წესით მერიამ გადახურა ტერიტორია, რომელიც აი ასევე ღია იყო და იყო საფრთხე იმისა, რომ იქ ბავშვები ჩავარდნილი იყო. ეხლა მე ძალიან ბევრი მესმის ლაპარაკი, რომ ბავშვებს გარეთ რა უნდა და ან მთავრობა რა შუაშია, ეს რა შუაშია, იცით რა არის? ან მშენებლობის არეალში იყო თუ არ იყო. მე სპეციალურად დავათვალიერე ბატონო გიორგი დღეს ტერიტორია სამშენებლო არეალში იყო თუ არა, ეს მეორე ხარისხოვანია. ნამდვილად არ იყო სამშენებლო არეალში, მაგრამ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. რა თქმა უნდა, სანამ პრეზენტაცია მოხდა აღნიშნული ტერიტორიაზე განლაგებული ბარაკების, იმ ბარაკების, რომელთა მაცხოვრებლების ბინებში გადაიყვანეს, დემონტაჟი, ანუ მოხდა ტერიტორიის გასწორება. და ამისთვის 300,000 ლარი გაიხარჯა ბიუჯეტიდან, რომ ეს ტერიტორია გასწორებული იყო. მე არ ვამბობ სცენის თანხას, გასწორების. აი ამ გასწორების დროს არ მოხდა ამ ტერიტორიის, ესე იგი, ამოვსება. ესე იგი, კომპანიის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. მეორე, მერიის შესაბამისი სამსახურების, რომლებსაც უნდა მიიღო მიღება ჩაბარების აქტი, ხო უნდა გაფორმებულიყო, რომ ამ კომპანიამ როგორი ხარისხით შეასრულა ეს სამუშაოები. ესე იგი, ეს არავის გაუკონტროლებია, ხო? და ბუნებრივია მერიის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. როდესაც კობახიძე იყო მოსული, მე პრემიერ-მინისტრს ახლა ვერ დავადანაშაულებ მაგაში, მაგრამ ადგილობრივ ხელისუფლების პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს. როცა მოიყვანეს პრემიერ-მინისტრი და მოვიდა აჭარის მთავრობა, იქაურობა იყო შემოსაზღვრული რკინის ჯებირებით. ესე იგი, უსაფრთხოება დაიცვეს მაქსიმალურად. ვისგან და ვისგან მონაწილე სამთავრობო წარმომადგენლობის უსაფრთხოება ნამდვილად არის პრიორიტეტული იმისთვის, რომ არა მარტო უბრალო ადამიანები, არამედ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებსაც კი ამ პრეზენტაციის ტერიტორიაზე ვერ შეეხციათ. ანუ გამოდის, რომ ეს ტერიტორია ამ კონკრეტული ღონისძიებისთვის იყო იზოლირებული და იმის შემდეგ ამ საიზოლაციო მასალაც წაიღეს და მოშიშვლდა მთლიანად ყველაფერი, ხო? წაიღეს, რა თქმა უნდა, მე მეორე დღეს მივედი და როცა მივედი, ისიც რაო, აქ შესვლა არ შეიძლებაო. სადაც შეიძლება მეთქინდა ამ ტერიტორიაზე, ანუ სადაც იყო ღონისძიება შიგნით, ეს მეორე დღეზეა ხალხო ლაპარაკი. ესე იგი, ცარიელ ტერიტორიის უსაფრთხოებას იწამდნენ ხალხო. და მითხრეს, რომ არ შეიძლება იქ შესვლაო, ეს ჯებირები და ის გაქონდათ. ესე იგი, თუ იქ უსაფრთხოება იმ დონეზე იყო დაცული, რატო არ იყო აქ დაცული უსაფრთხოება? მე ამბობენ, რომ ბავშვებიო გარეთ ღამე რატო იყო? შეცდომაში არ შეიყვანოთ საზოგადოება, მე მინდა ამ ხალხს უთხრა. ბავშვების ძებნა დაიწყო დღის 5 საათიდან და არა ღამე. და ბაბუამ დაინახა ფეხსაცმელი და ამით მიხვდა, რომ ბავშვები შესაძლებელია იქ იყოს ჩავარდნილი და აღმოჩნდა, რომ მართლაც იქ იყვნენ, ესა რა ქვია, ჩავარდნილი.
და მე მინდა ბატონო გიორგი აუცილებლად გამოვეხმაურო იმ ინციდენტს, რაც ჟურნალისტების მიმართ იქ ადგილობრივების ზოგიერთი ადგილობრივის მხრიდან იყო გამოხატული, იქ იყო აჭარის ტელევიზია, იქ იყო ისა რა ქვია ჯაბა ანანიძე, იქ იყო სულხან მესხიძე, ნატო გოგელია, მერაბ წულუკიძე და მე ვერ გავიგე დღესაც ვესაუბრე ხალხს, რატო იყო ასეთი აგრესია მედიის წარმომადგენლების, იმ მედიის რობერთა წყალობით იქ კორპუსები აშენდა. იმიტომ რომ მე ამ ხალხთან ერთად კი ვბრძოლობდი, მაგრამ ამ ბრძოლას არ ექნებოდა ძალა და ფასი, რომ არ ყოფილიყო მედია და ამიტომ მეც ბოდიშს ვუხდი ამ ჟურნალისტებს და იმ მედია საშუალებებს, რომლებსაც გუშინ იქ ინციდენტი მოუვიდა, მაგრამ მერწმუნეთ ბატონო გიორგი, რომ ესეც მართული პროცესი იყო და მე ამ დღეებში საჯაროდ საზოგადოებას ვამცნობ ის მიერ იყო ეს მართული და დარწმუნებულები ვართ ამაში, რომ აბსოლუტურად ორგანიზებული იყო ეს შემთხვევა, მაგრამ დრო ცოტა დავჭათ ამას და მინდა ორი სიტყვით გითხრათ, რა ვერ მოხერხდა 12 წელიწად ნახევრის განმავლობაში, რაც ეს პრობლემა სახეზია და რასთან მიმართებაშიც ივანიშვილის მთავრობას აქვს აღებული პასუხისმგებლობა, რომ ეს პრობლემა მეტნაკლებად მაინც მოგვარებულიყო. ანუ რა არის ესეთი მოუგვარებელი ამაში, თუ კი იქნებოდა გეგმა, თუ კი იქნებოდა შესაბამისი მხარდაჭერა, ფინანსური მათ შორის და ფული არ დაიხარჯებოდა იმ მასშტაბების გათვალისწინებით, თან რაც ბათუმის განაშენიანებას უკავშირდება, ხო? რამდენი ფული შემოდის, კიდევ რამდენი შემოდის, რომ აი ამ ხალხის, მე არ ვიცი, გუშინ ერთ-ერთ საერთაშორისო მედიაში უყურებდი სირიის ტერიტორიაზე იზოლირებულ ბანაკს ISIS-ის, ან ასე ვთქვათ, ოჯახის წევრების. და იქ საცხოვრებელი პირობები გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, გაცილებით უკეთესი არის, ვიდრე ის მდგომარეობა, რაშიც ეს ხალხი, აი ჩვენი ქართველები ცხოვრობენ. ამის თაობაზე არაერთი რეპორტაჟი, მათ შორის თქვენი დახმარებითაც დროებაშიც გასულა და ამის დეტალები ნაწილი შეიძლება, ეხლა სიუჟეტი რომელიც გავა, იქაც იქნება ნაჩვენები. ანუ რა ვერ მოხერხდა 12 წელიწად ნახევრის განმავლობაში ამ პრობლემის მოგვარება? გეტყვით ახლა სულ თავიდან ხელისუფლების განწყობა ბატონო გიორგი არ იყო რომ მაგ კორპუსები აშენებულიყო და თქვენს ეთერში უამრავჯერ გავიდა ყოფილი მთავრობის მეთაურების განცხადება რომ ეს ოჯახები არ საჭიროებს დახმარებას, რომ ამ ოჯახების 90% კარგი მაცხოვრებელია, ყველა უნდა გავასახლოთ. ეს გეგმაში ნამდვილად იყო ბატონო გიორგი, იმიტომ რომ აღნიშნული ტერიტორია უნდა დაყიდულიყო. ეს არის დაახლოებით 18 გექტარი სამრეწველო ზონაში, მაგრამ ჩვენ შევძელით ის რომ შეგვენარჩუნებინა ხალხის ერთიანობა, აი ეს დაშინება, ეს რა მოსყიდვა არ ყოფილიყო უფრო უპირატესი და შევძელით ამ ერთიანობის შენარჩუნებას და ბოლოს მიხდნენ რომ უკვე შეუძლებელი იყო, როცა უკვე რაოდენობა 2000 ოჯახს გადააჭარბა და უკვე მოიცვა მთელი ზემოთიანი აჭარა, ცოტა მიხდნენ რომ აქ გამოსახლებას ვერ შეძლებდნენ და იძულებული გახდნენ რომ დაეწყოთ კორპუსების მშენებლობა. სხვათა შორის ის კორპუსები, რომელიც არის ახლა აშენებული ბატონო გიორგი, არის ყოველად ესე იგი უხარისხო და იმ კორპუსების ეზოშიც, რომელიც გაიხსნა და ხალხი ცხოვრობს, ამოდის კანალიზაცია და ყველაფერი, იქაც შეიძლება, იქაც არის ჭები და შეიძლება მოხდეს ტრაგედია და მე მაშინაც ვამბობდი რომ კომპანია დაგი არ არის კარგი რეპუტაციის მქონე და ნუ შემოუშვებთ ამ კომპანიას მეთქი, მაგრამ არავინ გაიგონა და ესე იგი დატოვა ყველაფერი ისე უხარისხოთ, მალე ყველაფერი გაფუჭდება. იცით რა, კიდე ხელისუფლება რის ტრაბახობს, რისით რა თქვა მინდა. ამ ხალხს არწმუნებს რომ ეს ჩვენ გაგიკეთეთ, იმას კი არ ეუბნება რომ ამ ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით არის გაკეთებული და ამით აჩუმებენ ხალხს იქ, მაგრამ მერწმუნეთ რომ ისა რა ქვია, ეს ასე არ ჩაივლის და ეხლა მე ძალიან ბევრი პოსტი შემხდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ეს ასე არ ჩაივლის. ორი ხულელი ბავშვია დაღუპული და ცოტა ხულოსთან მიმართებაში ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ მე მაქვს ინფორმაცია რომ უკვე მთელი ხულო ირაზმება, ბრალსდებენ ხელისუფლებას და მთელი ხულო ირაზმება და ეხლა აცლიან ბავშვების დაკრძალვას და მე ვფიქრობ რომ ხელისუფლება სერიოზულ პროტესტს მიიღებს მთელი ხალხისაგან და მე ამ კუთხით არის საჭირო მეტი ყურადღება რომ ამან პოლიტიკური სახე არ მიიღოს და პოლიტიკოსები თუ არ ჩაერთვებიან, აქ მოხდება სერიოზული პროტესტი სოციალური და ზუსტად აი ამ დაღუპული ოჯახების და მთელი ხალხის მიერ
ორგანიზებული და მადლობა. რიჟვაძეს და ქალაქის ხელმძღვანელობას მოუწევს ბევრი რამის საჯაროდ აღიარება. მადლობა. უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელიც წლების განმავლობაში ეგრეთ წოდებული ოცნების ქალაქში მცხოვრები ოჯახების პრობლემებზე მუშაობს და გამოაქვს სააშკარაოზე.